გუშინდელი აქციის დროს დაკავებულ 4 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ლაშა მესხიას და დავით ფაცაციას 40 დღიანი, შოთა ბაზერაშვილს და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ჩინარდა საქმეთა სამინისტროს ცნობით მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ლაშა მესხია და დავით ფაცაცია, რომლებიც BMW-ს მარკის ავტომობილით გადაადრილდებოდნენ საპატრულო პოლიცია მტრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩიlen და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს სამართალდამცველებს. ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები ბაზერაშვილი და ლაბარტყავა. ეს იყო შოუ, მეტი არაფერი, როდესაც მოსამართლემ არავითარი მტკიცებულება არ გაითვალისწინა, არც ერთი შუამდგომობა არ დაუკმაყოფილა ადამიანებს, რომელიც იყო დამყარებული იმ საფუძვლებზე, როდესაც ადამიანები ამტკიცებდნენ მათ, ესე ვთქვათ, უდანაშაულობას. რეალურად დაუმტკიცა დავით ფაცაციამ, რომ წარმოდგენილი პიროვნება, რომელიც იყო, ესე ვთქვათ, ფსევდო მისი დამკავებელი, იგი იბრალებდა ამას ყოველივეს, იგი ცრუობდა, იძლეოდა არასწორ ჩვენებას სასამართლოს ხდომაზე, სასამართლო შეყავდა ჩვენ შეცდომაში, თუმცა ეს არაფერი არ გაითვალისწინა მოსამართლემ. ის რომ პოლიციელებმა მას რაიმე კანონიერი მოთხოვნით მიმართეს, ეს არ დასტურდებოდა სასამართლო პროცესის განმავლობაში და მისი მხრიდან რაიმე სახის ბოროტ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. ის უბრალოდ იყო მგზავრი იმ ავტომანქანისა, რომელიც არ დაემორჩილა პატრულის განცხადებით საპატრულო პოლიციის მოწოდებას. ხოლო უშუალოდ დავით ფაცაციას რაიმე სახის სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. იუსტიციის სახლთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სტუდენტებმა ფილარმონიასთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით გადაკეტეს ტოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. პოლიციელებმა სტუდენტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მას შემდეგ რაც სტუდენტებმა მოთხოვნა არ შეასრულეს, პოლიციის კორდონმა სტუდენტებს უკან მწყობრად სვლით დაახევინეს, აქცია მალევე დაიშალა. მას გავაგებინეთ ჩვენი ხმა, ჩვენ მივაწვდინეთ მას ჩვენი ხმა, მან უნდა იცოდეს, რომ ის ვერ იქნება დაცული. ვერანაირი ზონდერ ჯგუფები მას ვერ დაიცავს, ვერანაირი დაცვა მას ქართული ხალხისგან ვერ დაიცავს.